штатების საქართველო არის დამოუკიდებელი ქვეყანა, სუვერენული სახელმწიფო და საქართველო თვითონ გადაწყვეტს, ვისთან კონდეს ურთიერთობები, რა ტიპის ურთიერთობები და რა სავაჭრო ურთიერთობები. ეს არის პასუხი ამერიკიდან ბოლო გაფრთხილებაზე. ოცნების რეჟიმი, როგორც ჩანს, ნებისმიერ ფასად აპირებს ანაკლიის სპორტი ჩინელებს მისცეს და ამ ნაბიჯით შავი ზღვის უსაფრთხოება გაწიროს. არადა ჰელსინკის კომისია აფრთხილებს ოლიგარქს, რომ ჩინეთი რუსეთთან ერთად საფრთხეს უქმნის მთლიანად რეგიონს. არც მოწოდება, არც გაფრთხილება, არც თხოვნა ქართულ ოცნებას აღარ ესმის. ჯერ ანაკლიიდან დასავლური ინვესტიციები განდევნეს, ახლა კი ამერიკას ჩინეთის საპირწონედ ინვესტიციის ჩადებას სთხოვენ. ვინმეს აქვს რაიმე ინტერესი შორიდან თითისქნევით და მუქარებით და წუწუნის პოლიტიკა კი არ არის მნიშვნელოვანი, იმიტომ რომ ყველაზე ვამბობ, ამერიკაც და ყველაც თუ აქვთ მათ რეალური ინტერესი, არა უბრალოდ რაღაც მუქარების გამოსროლა, ჩვენ მზად ვართ, ჩვენს პარტნიორებს მივცეთ მაქსიმალურად ყველანაირი თავისუფლება და შესაძლებლობა, რომ ამ ქვეყანაში საერთო საქმე, საერთო ბიზნესი ვაკეთოთ, მათ შორის თუ ეს ეხება ანაკლიის პოლიტიკას. სხვა მხრივ ეს არიელი რაღაცა წუწუნის პოლიტიკა და ხელების გადახრობის პოლიტიკა. ჩინეთისთვის სტრატეგიული ობიექტების ჩაბარება ამერიკისთვის წითელი ხაზია. ტრამპის ახალი ადმინისტრაცია კომუნისტურ ჩინეთთან პოლიტიკაში ძალიან მკაფიოა. ამიტომ ანაკლიას ამერიკის ყურადღების მიღმა ვერ დარჩება. ჰელსინკის კომისიის განცხადებას ხელს როჯერ ვიკერი აწერს. სენატორი, რომელიც ასევე უსაფრთხოების კომიტეტის ხელმძღვანელია და დონალდ ტრამპის ახლო გარემოცვის წევრია. თუ ქართული ოცნება წითელ ხაზებს გადავა, ეს ოლიგარქს ძვირი დაუჯდება. მთავრობას პირობა აქვს დადებული, რომ აპრილის დასაწყისში იურიდიული დოკუმენტაცია უნდა გააფორმოს ჩინურ კომპანიასთან და გადასცეს ანაკლია. ეს იქნება ძალიან დიდი ხნით ამ ქვეყნის უსაფრთხოებისთვის ნაღმების ჩადება, გრძელვადიანი უსაფრთხოებისთვის ანაკლიის გადარჩენა. ეხლა არის ძალიან პრინციპულად მნიშვნელოვანი. აუცილებლად იქნება ახალი სანქციების საფუძველი არა მარტო მისთვის, არამედ ასევე მთავრობის სიმწევრებისთვის, რომლებიც ამ შავი ზღვის რეგიონში ჩინური ინტერესების გაძლიერებას მხარს დაუჭერენ, მაგრამ ეს საქართველოს ვეღარ უშველის. ეს იქნება ყველაზე დიდი ანტისახელმწიფოებრივი ნაბიჯი, რაც შეიძლება ლევან დავითაშვილმა პირადად და ამ მთავრობამ გადადგას. ერთ პატარა ფაიფურის მაღაზიაში ორი სპილოვერი დაეტევა ნამდვილად. მე შემიძლია გითხრათ, რომ ამერიკის შეერთებული შტატების ახალი ადმინისტრაცია უკვე იჩენს ძალიან კონკრეტულ ინტერესს ჩინეთის კომუნისტური პარტიის გავლენის ქვეშ მყოფი და ამერიკულ შავსიაში მყოფი ჩინური კომპანიის საქართველოს სტრატეგიულ ინფრასტრუქტურაზე დაშვება არის დიდი შეცდომა. კობახიცის გუნდს დაანონსებული აქვს, რომ აპრილის დასაწყისში ანაკლიის სპორტის ხელშეკრულება უნდა გააფორმოს. ანუ დღე-დღეზე სტრატეგიული ობიექტი ჩინეთის ხელში უნდა აღმოჩნდეს. ოცნებას ჯერ კიდევ აქვს დრო. ჩინური კომპანია, რომელთანაც სახელმწიფო კონტრაქტის გაფორმებას გეგმავს, ამერიკული სანქციების ქვეშაა, რაც ნიშნავს, რომ პორტის პროექტი თავიდანვე განძირულია. არის ძალიან მკაფიო გზავნილი საქართველოს ეგრეთ წოდებული ხელისუფლებისადმი, რომ ანაკლიის სპორტი უნდა განვითარდეს შეერთებული შტატების და ევროპული პარტნიორების მონაწილეობით. ეს არის მნიშვნელოვანი ფაქტორი ჩვენი უსაფრთხოებისთვის, ჩვენი მხარემშვიდობისთვის, რაც ყველაზე მთავარია ჩვენი ეკონომიკური სწრაფი აღმავლობისთვის. კიდე გაგრძელდება სანქციები, სამწუხაროა, რომ ჯერ კიდევ ქართული ოცნების ეგრეთ წოდებული ხელისუფლება ვერ გზნობს იმ საშიშროებას. საქართველოს ინტერესებშია სწორედ ეს პროექტი განხორციელდეს დასავლური კაპიტალი. თუ კი სანქციონირებული კომპანია იღებს მონაწილეობას ინფრასტრუქტურის პროექტის განხორციელებაში, ეს პროექტი უკვე თავისთავად ხდება სანქციების რისკის ქვეშ. ამიტომ ეს იქნება პირდაპირ დარტყმა საქართველოს ინტერესებისადმი. რატომ არის ჩინური ფულის ანაკლიაში შემოსვლა განსაკუთრებული საფრთხე? გამოცდილება აჩვენებს, რომ ჩინეთის ხელში ეკონომიკური ბერკეტები პოლიტიკური ზეწოლის და ინტერესების საფუძველი ხდება ხოლმე. ოკუპანტის მოკავშირე ჩინეთის ინტერესები კი საქართველოს უსაფრთხოების ინტერესებს ვერ დაემთხვევა. ამიტომ ოცნებამ უნდა გადაწყვიტოს, რა დუღირს ქვეყნის უსაფრთხოების რისკის წინაშე დაყენება. თავიდან შემოდიან კონკრეტულ ეკონომიკის სფეროში და შემდეგ უკვე
სექტორში და შემდეგ უკვე ავრცელებენ თავიანთ პოლიტიკას და უჩნდებათ პოლიტიკური ინტერესები. თავარი არის, რომ ჩვენ უნდა გავუწიოთ ამას წინააღმდეგობა, ხომ? ის რომ ამერიკის პარტნიორი ვერ იქნება ის ქვეყანა, რომელიც არის ჩინეთის პარტნიორი, ეს არის ფაქტი. ამიტომ ჩვენმა ხელისუფლებამ არჩევანი უნდა გააკეთოს ან ჩინეთი და ან განვითარებული დასავლეთი. მიღებული აქვს გადაწყვეტილება, რომ არ დაუშვან საქართველოს ამ ანაკლიის სპორტში ამერიკული ან ევროპული დასავლური მონაწილეობა. როდესაც საქართველოში დაბრუნდება ეროვნული ხელისუფლება, აუცილებლად იქნება ანაკლიის სპორტის ხელახლა გადახედვა, ამ საკითხის ხელახლა გადახედვა და იმ პოტენციალის გამოყენება, რომელიც ამ სპორტს გააჩნია ჩვენს რეგიონში, შავი ზღვის რეგიონში. ამერიკელი კანონმდებლები სტრატეგიულ პორტებზე ჩინური გავლენების შესაჩერებლად მუშაობენ. ამისთვის ახალი კანონპროექტიც არსებობს. ანაკლიის სპორტი საქართველოს დასავლური უსაფრთხოების ქოლგის ქვეშ მოქცევის გარანტი უნდა ყოფილიყო. თუ მას ჩინელებს გადასცემენ, ქვეყანა ამ შანსსაც დაკარგავს.